დავით ონიაშვილის უსიამოვნო სიურპრიზი გიორგი წვერავას გამგებელმა მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ონიაშვილმა მიღებული გადაწყვეტილება წვერავას გადაცდომებს დაუკავშირა და თქვა, რომ მის მითითებებს ის დიდი ხნის განმავლობაში არ ასრულებდა. მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტი მიუღებელია გიორგი წვერავასთვის. მისი განცხადებით აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან გამგებლის ყველა კანონიერ დავალებას სათანადოდ ასრულებდა. დეტალები ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება გამგებლის პირველი მოადგილის გათავისუფლების შესახებ. და სწორედ ეს დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს თანამდებობიდან გიორგი წვერავას გათავისუფლების შესახებ ბრძანება დღეს თავად გამოსცა და ხელის თავად მოაწერა. დავით ონიაშვილი პირველ მოადგილეს სახლში უშვებს. სოფლად მცხოვრებთა რჩეულმა გადაწყვეტილების მიზეზი დოკუმენტში არ ასახა. სიტყვა ძუნწი იყო დღეს ჟურნალისტებთანაც. უბრალოდ თქვა, რომ წვერავამ მისი დავალებები არ შეასრულა და უსიამოვნო სიურპრიზის დღეს დადგა. გადაწყვეტილება იქნება მიღებული გამგებლის პირველი მოადგილის გათავისუფლების შესახებ, ამ უფლებას გამგებელს აენჭებს კანონი და სუსტად კანონი იქნა გამოყენებული. ჩემს მიერ იქნა დავალებები მიცემული პირველ მოადგილესთან, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული, ამის შესახებ ბევრი შენიშვნები მქონდა, რომელიც ასევე არ იქნა გათვალისწინებული და ამიტომ მიიღე გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ. გიორგი წვერავა იქამდე სანამ გამგებლის მოადგილის სტატუსს დაკარგავდა დღეს გამართულ საკრებულოს ხტომას დაესწრო. მოგვიანებით კი როგორც თავად გითხრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახლში წასვლა მოუხდა და უსიამოვნო სიახლის შესახებ ინფორმაცია არც მეტი არც ნაკლები მედიის საშუალებით გაიგო. მე თქვენი საიტიდან შევიწვე ამის შესახებ ისი ამოთვლა და სახლშიო. გამომჯამრთელდები და გავერკვევი სიტუაციაში. არ ვიცი ჯერ განება არ ჩამბარებია. მისთვის დავით ონიაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი და არგუმენტი გაუგებარია. ამბობს, რომ მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან გამგებლის ყველა კანონიერ მითითებას ასრულებდა. ბატონო ონიაშვილი ამბობს, რომ ის გაძლევდა თქვენ დავალებებს, რომელსაც არ ასრულებდით და სწორედ ეს გახდა გათავისუფლების მიზეზი. არა, მე ამას გამოვიცო. კანონიერი დავალებები რაც კი მომცემული, მე ყველაფერი მაქვს შესრულებული. დავით ონიაშვილის გადაწყვეტილებას შეფასებები მალევე მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გამგებელს თანამდებობიდან გადადგომისაკენ მოუწოდებენ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ნეიტრალურები არიან თავისუფალი დემოკრატები. ქართულ ოცნებაში კი გამგებლის მოულოდნელ გადაწყვეტილების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წვერავას გათავისუფლებით არაფერი არ შეიძლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვითონ ონიაშვილმაც უნდა დატოვოს თანამდებობა და საერთოდ მთელ მთავრობამ, რომელმა მთავრობამაც ამ დღეს ჩაყარა ჩვენი მოსახლეობა. პასუხისმგებლობა ნაწილდება ყველაზე, გამგებელზეც, მოადგილეებზეც და სამსახურის უფროსებზეც და ასე შემდეგ. რამდენიმე თვეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მუნიციპალიტეტში იგეგმება საკადრო ცვლილებები და ეს შეეხება მაგალითად თანამდებობის პირებს. კონკრეტულად გია წვერავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან გამგებელს რა თქმა უნდა ქონდა ესეთი ბრძანების გამოცემის უფლება და თვითონ გიას მან ეს ალბათ იცის, რომ შეუძლია სამართლებრივად იდაოს და მიმართოს სასამართლოს თუ კი დაირღვა მისი კანონიერი უფლება. გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს ეჭვქვეშ აყენებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში. იურისტები ამბობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მეტ დასაბუთებას მოითხოვს. როდესაც გათავისუფლება ხდება, გათავისუფლების ბრძანება უნდა იქნეს დასაბუთებული თუ რის გამო მოხდა პიროვნების გათავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარემ უნდა მიმართოს სასამართლოს, აქვს ამის უფლება რომ მიმართოს სასამართლოს და იდაოს თავისი სამართლებრივი უფლებების აღსადგენად და მოითხოვოს გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, როგორც კანონდარღვევით გამოცემული აქტისა. ვინაიდან არ აქვს დასაბუთება და ვინაიდან არ მომხდარა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და მხარის დაბარება ამ ადმინისტრაციული წარმოებაზე არის კანონდარღვევით გამოცემული და შესაძლებლობა არსებობს იმის, რომ გასაჩივრდეს სასამართლოში. გიორგი წვერავას მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ამ დრომდე არ ჩაბარებია. გამგებლის ყოფილი მოადგილე გამოჯანმრთელების შემდეგ საქმის დეტალურად შესწავლაც გეგმავს. არაა გამორიცხული, რომ დავით ონიაშვილის მიერ დღეს გაცემული ბრძანება მხარეებს შორის სასამართლო დავის მიზეზად იქცეს.